რისთვის? რისთვის დედიკო? კარგი. სალამი. როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? ამ დრომდე არ ჩამიცვია. დავდივარ პიჟამათი. მარტო 3 ვანა სავსე გავფინე. ეგ მოვასწარე, სახლი მივალაგე, მარტო უნდა მოუწმინდო, მაგრამ ამათ უნდა ვაჭამო. აგერ პიროს უკრია, ქვემოთ იყვნენ, თამაშობდნენ და აქედან გამომდინარე, ეხა გავაკეთოთ ჩაი ბატონო, ჩემო. ლამუშის გაკეთება მინდა, ჭიქები აქ. ლამუშის გაკეთება მინდა. ფიქრობდა, მოვა, დედა, მოვა. ქალაქში გავიდა და მოვა. ეს ფილმი მოვატანინე და შემოსასვლელში მიდეს, იმიტომ რომ უნდა გავცვა ჯერ ის ნელ-ნელა გაცრა არ მიყვარს, გავცრი და ჩავყრიქე მაინც. ხო და მე არ მომიწევს ყოველ წუთას რომ ამოვიღებ გაცრა მაგისი. ასე რომ მიდევს ეგ შემოსასვლელში. ჩემთან ახალი არაფერია ძვირფასებო. თუმცა არის, მაგრამ ჯერ როგორ გაგრძელდება იმის მიხედვით გეტყვით მე ან გაჩვენეთ, რა ვიცი. ჯერ ნახოთ როგორ გაგრძელდება. მაგის მიხედვით. მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. სხვა ადამიანებზეც არის დამოკიდებული და ამიტომაც ნახოთ როგორ გაგრძელდება, მაგის მიხედვით იმას ვისაუბრებ. გეტყვით. მოკლედ ვიდეო მიდევს თეამრო ადას სამკაულები რო გამოუგზავნა, ხო გახსოვთ? ვარდისფერები ადას რომ მოეწონა ძალიან და გაგიჟდა მართ. და წარმოიდგინეთ ამ ვიდეოზე ადამიანი მიკომენტარებს საცოდაობას. უბრალოდ მე ვერ გამოვასწორებ ამ ადამიანებს, ამიტომ მომბეზდა უკვე ამათზე პასუხის გაცემა და ერთს ვიტყვი. უბრალოდ სიკვდილის მერე არა, მანამდე ჯოჯოხეთის ცეცხლს იწუნებთ. ყველა ესეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ბავშვს რომ საჩუქარი გაუკეთა ადამიანმა, გინდ ჩემს ოჯახს, ხო? რო გაუკეთოს, შენ ვინ რას გართმევს ამით? რა არ გასვენებთ ვერ გამიგია. მაგრამ აი ასეთები რომ ხართ სუსტად ასეთები რომ ხართ, მაგის გამო ადამიანები ალბათ არაფერს არ გჩუქნიან. მე რამდენიც გამიღია ცხოვრებაში, იმდენი დამიბრუნოს ღმერთმა, აი ასე, აქამდე მეყო. ნებისმიერზე ვინც არ უნდა იყოს, ჩემი გული როგორიც არის, ისეთი ადამიანები შემახვედროს ღმერთმა, ჩემნაირად არავინ არ იცხოვრებს ალბათ. ხალხნო, თქვენს გულებში და თქვენს თავებში ჩაიხედეთ. სხვებს კი ნუ უძურებით რა, აი სირცხვილია პროსტა. თან გუშინ გოგოსგანაც მოვისმინე, ერთ ბლოგერს ჰქონდა ჩაწერილი, ტიკტოკერს უფრო სწორედ, რომ აი რა წესი აქვს მართლა ქართველებს, ქართველ გოგოებს არინდობენ, იანცავენ საქვეყნოდ და სხვა ეროვნებისებს, თუნდაც უარესი ვიდეოები უდევთ, ვაიმე, აქებენ, ადიდებენ და ასე შემდეგ, რა გჭირთ.
რა ხდება? მოგეთ, აზრი არა აქვს. სულ ვიძახი, სულ ვითომ ხო, შენ ლაპარაკობ მე შენს ადამიანებთან, ჩემს ადამიანებაზე არასოდეს არ მელაპარაკია. ვაჩვენებ ხოლმე და ხო, კიდე აქაც ნებისმიერი გინდა გინთამთასკენ, გინდ საერთოდ რომ ცხოვრობდი, ნებისმიერ, მაგ ყველა ვიცი ჩემი სახელი გვარი საცხოვრობდი, ხო? გადით იკითხეთ, მე ვინმესთვის საერთოდ თეთრიანიც კი თუ მაქვს ნათხო, იმიტომ რომ ყოველთვის გქონდა ჩემი, ყოველთვის იქეთ ეხმარებოდი. ასე რომ, ხალხო, თქვენ რომ უყურებთ, რომ მე ეხლა ვარ 3 შვილის დედა და ამ მომენტებში, როდესაც ესენი პატარები მყავს, უბრალოდ ვერ ვახერხებ გასვლას და ჩემი შემოსავალი არის ეს, რა თქმა უნდა, YouTube-ის, რაც არის, გინდა 2 თვეში ერთხელ, კი მქონდა თვეში ერთხელ, 4 თვეში ერთხელაც მქონდა. აი ეგ არის. მე ჩემთვის ეხლა დროებით ბავშვებს და ჩემს თავს რო ასიამოვნა, პატარა რაღაცები რა ჩემ შვილებს უყვართ, გინდ სათამაშო იყოს, გინდ რაღაც ჩასაცმელი იყოს, რაღაც, იმიტომ რომ იაფად ძალიან კარგად ვყიდულობ ტემოზე. აქედან გამომდინარე, რაც არის ღმერთის მადლობელი ვარ. მაგრამ თქვენ რასაც უწოდებთ ჩემს ოჯახს, მე თქვენს ოჯახებს მიხედეთ რა. ძალიან კარგად ვიცი, მეც სხვების ოჯახებიც ყველას ვხედავ, აქ რამე რო დამაგდეს, მარილი დამაგდეს, ეთი გინდა რა ვიცი რა, მე არასოდეს არავისთან არაფერზე არ გავსულვარ. და აი, ჩემი შემგითხარიო, ეგ გჭირთ ადამიანებს, მაგას რომ უწოდებთ სხვებს რაც არ არიან. შური, ბოღმა დაგახრჩობთ, და დაგახრჩოთ და დაისვენოთ და მეც დავისვენებ, ღმერთო დიდებულო. ტვენია წაიხეს. მცხვენიანი ასეთი ადამიანები საერთოდ როგორ არსებობთ. აი საერთოდ. კი, ცოტა ხანი ხართ, მაგრამ მაინც როგორ არსებობთ, მე მცხვენია თქვენს მაგივრად. აი, ოღონდ ეგეც ენიანს, აი ასეთ უსამართლ ბოზები მირჩევნია თქვენნაირ ადამიანებს და გინდის მათხოვრებიც კიდევაც. აი თქვენ რა უნდა გიწო, ადამიანებიც არ ხართ. მე ერთხელ მსგავსად რომ დავწერე ვიდეო, ღირსიც ხართ ზუსტად რომ გაგინებენ და ბოლომდე მიწასთან გასწორებენ, ოღონდ მე არ შემიძლია ენას ყველაფერი ვალაპარაკო ეგ არის. მაგრამ ნახეთ ახლა რაშია საქმე. მე ერთხელ დამიწერეს, მე რომ თურმე ყველანი ერთნაირები ვართ, ერთ დონეზე ვდგევართ ასეში. მეც მაგას ვცდილობ, მაგრამ არავინ მაგას არ იძახის, რომ შენ ჩემი დონის ხარ რაღაცა. არც ვედრები ვინმეს. მე ვარ, არასოდეს ვინმეს ემაღლა თავი არ დამიყენებია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს როცა ადამიანი საცოდაობებს გიწერს, შენს თუ არ გაეცი პასუხი, არ ეშვებია. არასოდეს, აი, არა, მეგობართანაც კი. ხო, რამდენჯერ რაღაცა მომწონები. მაგრამ ჩემთან მოსულა და მე არც ამას ხონაირად არ ვიტყვი, როცა ვიღაცას რაღაცა მოსწონებია და მომიცი უთქვია, მიმიცია. ან ისედაც მოსწონებია და თუ ძალიან არ მიყვარდა ის რაღაცა, მიმიცია, მაგრამ მე არასოდეს მსგავსად არსად არ მოქცეულ ვარ და ვერ ვიტყვი და კიდე ხო, ჩემ შვილს საჩუქარი რო გაუკეთათე, მომწერა მე პირადშიც, რომ გოდეო რა ტიპიაო, აი არ მიქონდაო არაფრით და ძალით მივეციო. იმდენი სიკეთე ჩემს სამივე შვილებს, რომ მეც კი ესე ვარ. და მე თუ ვინმე რამე საჩუქარს მიკეთებს, ჩემი პირადი თუ რაც დამახსოვრებული აქვს და სულ რო არ ველოდები ისე მიგდებენ ან ფოტოს რომ დაგირიცხეთ ათია და ასე შემდეგ და აი ამისთვის გინდა გინდ იმისთვის. იმდენი სიკეთე ჩემს სამივე შვილს. თქვენ რა გეშველებათ უბრალოდ, აი ესეთი შურიანები რომ ყევხართ. ყევხართ რა, თქვენ პატრონებს ყავხართ. ანუ პატრონოები ხართ და ეგ არის.
მეც ჩემ შვილებს იმას ვასწავლი. არასოდეს ვინმეს რაღაცა ეთქვას, რომც ძალიან დომოდა, აი სანამ არ მთლად არ ჩამიჯდა, შვილები არ დავაფიცა რაღაცა ადამიანზე ჭირდება კი და აი ეს ჩემთვის ეხლა სიცოცხლის ტოლფასად მნიშვნელოვანია, არასოდეს მაგაზე თანხმობა ადამიანზე არ მიმეცია უცებ. ხომ ერთო ჩემო. ჩემი შვილებიც კი მე მგვანან. რამდენ საუწერია შენ ხარო ესეთი ერთი დიახ ზუსტად რომელსაც ქვეწნას სჭირდება ყველაფერზე. იმდენი სიკეთე ჩემი შვილები. არგით რა. ჩემი მადლობებიც კი მე რაღაცნაირი გახდა. აღარ ვიცი ადამიანებს მადლობები როგორ უნდა ვუხადო. იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი სალაპარაკო გახდა. ღმერთო ჩემო, ყველამ თავის ცხოვრებას რომ მიხედოს, ალბათ უკეთესად გვექნებოდა საქმეების ის, მაგრამ არა აქვთ ეს ცხოვრება და არ გააჩნიათ არაფერი, არც ადამიანობა და არც არაფერი. დღეს რო უყურებ ადამიანებს, მაინც ადამიანებს ვიცავ, არა ვიცი, მიჩვეული ვარ ამას და თუ შევძელი მასწავლებლის მონაწერსაც დაურთავ, რომ მომწერა ის. თუმცა ვის რა უნდა გიმტკიცოთ, როცა არაფრის დანახვა არ შეგიძლიათ. ბევრს იშვიათობა არის ადამიანები, რომლებიც მიყურებენ და ჩვენი ადამიანობა დაინახეს და ნამდვილი მეები. არავის გამო რაც არ უნდა დაწეროთ. სულ არ მქონდა ხელფასი, სულ არ მქონდა აი ამის ხელფასი YouTube-ის, მაგრამ მაინც თქვენს ჯინაზე ვიქნები, რომც არაფერი არ ყოფილიყო, ამას ვიძახდი, არსად წამსვლელი არ ვარ. ასე რომ ხალხო, ტყუილად ცდილობთ. იმდენი ამიტანიან ცხოვრებაში და იმდენი რაღაცისთვის გამიძლია, აი ღმერთს ვეუბნებოდი, რომ ნეტარ ისთვის დავრჩი კიდე, ხო? დავრჩი. ისე არავინ არ დაგტოვებთ ამ ქვეყანაზე, რომ რავე მისი არ გეკისრებოდეთ, ან რაღაცისთვის არ იყოთ საჭირო. ასე რომ დიახ, ღმერთით ვდგევარ ფეხზე. არ ვარ ორპირი. რო უყურებ ახლა კომენტარებში ადამიანებს. ვაიმე, ჩემთან იმდენს ყავს გალანწული ოჯახიანად ადამიანები და მერე ვაიმე, ესეთები ხართ, ისეთები ხართ. ღმერთო, აქეთ მე გაოგნებული ვუყურებ ხოლმე. თურმე რამდენი შეუძლიათ ადამიანებს. რამდენი შეუძლიათ. როგორ ყველაფრის აი როგორ ეს სიტყვა როგორც მინდოდა მე მათიტყვა რომ ასე ჩავფიქრდი ახლა. ხო, მსგავსია თითქმის ჩემთვის მაგალითად რომ დააფუთხონ და ალოკონ. ისე იქცევია. აბა. всё. ამით მოვრჩები. უშე ვერ მომიცალე და
გუშინ თითქმის სულ გარეთ ვიყავი. დღეს შევეცდები ხანთასთან გადავიდე. რა თქვი? ხანთასთან გადასვლა მინდა საჩუქარს მივუტან, თორე რამდენი ხანია თქმა. დამთავრდა ეს აპრილი უკვე და ვერ მივსულა და ვერ მიმიტანია. გეგა! ხოდა მაინტერესებს რომელი აპრილია? რომელი არის? 25 არ არის, არ ვიცი. კარგი მიყავს მომიდონებ ლიკას კი ველოდები, მაგრამ ლიკა როდის მოვა, მაგის იმედად ყოველთვის უყავად რჩები. ხან თავის დასთან გარბის იქეთ. მისწვდი. რა ბიჭო? ვი? სამამ შევჭამ. ასე რომ, უი მარილია, კი ნახე მარილი დავუკეთე. ესეთ სიკეთე. დაგხვდებათ წინ. ხო, ესე არის საერთოდ. ლობიოს როთესა ლობიო ამოდის. კვაც როთესა კვაკი. რასაც დასთეს, იმას მოიმკით. არ გჯერათ თქვენ ბუმერანგის მარცვლა, თორე რო გჯეროდეთ, ყოველ დღეს სიკეთეს გააკეთებთ და ეს სიკეთე არ ნიშნავს ან დიდი საჩუქრის გაკეთებას, ან საჩუქრას არ აღნიშნულობა, მაინც საჩუქარია დიდია ყველანაირი არ აღნიშნულობა, მაგრამ არც ფულის ჩუქებას მაგალითად სიკეთის სხვანაირ რაღაცებშიც არის ჩანს. ხოდა რო გჯეროდეთ ბუმერანგის მართლა დამარცხდა. მართლა ისე მოიქცეოდით ყოველდღე. კოდე სადაა შენი ტელეფონი? ეხლა გადავუღებ მაგ მონაწერს ვიდეოს და გაჩვენებთ. მე ვინც მიცნობს პირადში. იცის ჩემი მორიდებულობის ხასიათიც კი თუ როგორ იცვარ მე. ხოდა, იმათ არ სჭირდებათ ამის დადება წინ, რადგან იციანო, მეც ჩემ შვილებს ზუსტად ისევ ზრდი. ზუსტად ისევ ზრდი. ნიტაა და ამათ ურთიერთობა რო აქვთ კარგი, დაჟე იმასაც არ ართმევს ჩემი შვილი, სანამ მე მკითხავენ, ან არ ართმევენ საერთოდ. არაფერს. ასე რომ ამას ეხა ისე არ ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი, განსხვავება რო დაინახოთ მაგიტო. ერთხელ მაღაზიიდან მოვდიოდი და რა თქმა უნდა გამჭირვალე ცელოფანში ჩანს, ხო რა კიდევს და ბავშვი ამიკიდა, რომ ეს მომეჩი და მართლა გეგასთვის განკუთვნილი მიცემა მომიწია. მე გავუყავი ჩემ შვილებს აქ რაც მოვიტანე დანარჩენი, მაგრამ მიცემა მომიწია, იმიტომ რომ ბავშვი არასოდეს არ იზარდნენ ჩემი შვილები მასზე. არასოდეს. მე არ ვსდი მას. და სხვათა შორის არც ვამწყნებ ეხა იმ ბავშვს და ამას სუდათ არ ვიძახი. უბრალოდ განსხვავება რო დაინახოთ, ზუსტად მაგიტომაც არის რომ ვიძახი ამას. მეტი კი არაფერი. თუმცა თუ არ გინდათ მაგასაც ვერ დაინახო.
ტიროდა დედა მოცები მოხრანი შენი მოცები აუ კერან თავის ისეც იქნებს რა სახედავ სახედავ არ მაქვს ისე ბავშვებს გეფიცები არა ამ მომენტისთვის მეც არ მაქვს ბავშვებს აი ესე თუ გავაკეთე არ მაქვს ასე გავაკეთე ასე აი ახლოდან გაჩვენებთ რომ წაიკითხოთ კარგად უყვარს ვარდისფერები ადას ვიცი გოდე რა მორიდებულია არ მიხქონდა ძალით გავატანე ეს ჩემი მინაწერია ისედაც უნდა მიხვდეთ რა ვიცი აი მაჟიას ხოლმე კუჯი მოგონო მაი мама ჩაიგინდა მამა აი დალია იმან აბა ეს ვისია ის მაინც გავუკეთე კიდე იქნებ კალაქიანთან ჭამოსმეთ დალიოსმეთ აუ ჭამ მოგალაზ ესკანა აქ ესეთ იმებს არ დაიდებენ აცმე ო მიხვედი ჟოზასთან სირცხვილია ბიჭო რა არის 12 ლარია განარავი შენთან რა გინდა მიდი და გაისტუმრე მაშინ შენ წახვალდე რა მამალა ის წაშნევინე ეს წახვა მე და ვიცი მამიკო მიუტანზე და მამიკო რაჭის მუხარაჭის ადა რა არის მამა ჩემზე იყო და დავარდაო დააჯდაბა ესეთია გადაკუზულს დაგინახავს ადა და უნდა დაგაჩნდეს სხვანაირად არ შეუძლია გადამივიდა ხალხო მაგრამ მანამ არ ვსვამ ყავას სანამ ის არ გადავწმიდე რა შენ ეხა სვეტანა რო გინდა ძალიან მაგისტრის ქალაქშიც წახვალ მუხრანი ოღონდაც შენ მოგინდეს ეს იმისა ხო იცით კარაქის რამდენი მქონდა და რა ვიცი გავაჩუქე ერთი დამჩა ეს სხვანაირებიც ხომ მქონდა ის თავიდან მიყურებს ყველა მიცის რომ სულ ესეთებს ვყიდულობდი და აღარ დამჩა მე გავაჩუქე ერთი მაქვს მარტო ერთს არ გავაჩუქე რომ მაქვს მაგრამ ცხელია თებშიდან ყავის დალევა ვაიმა ეს რა საფლელიაო დაიწყებენ ახლა ამას რომ ნახავენ ამ ჭეპეხებს ვინც მაგას იტყვის ფურთი გაიქცა მაგარია თვითონ ხო არიან ძალიან იდეალურები ძალიან კაი იყო მთელი დღე მაგალითად კიდევ კაი არ გავიტანე დღეს წვიმა არის იმდენი გავფინე მაინც არ დამეტეოდა ის ლეიბები იქ საბნებიც უნდა გამეტანა ბალიშები საწამელო ამდენია კაი მზიანი ამინდი მინდა ახლა ამას ამინც ზახია ხარია და თბილა და მამა Okay.
Საიმე ეს ხელები ვერ სწავლობ. მე მგონი ასე უნდა. ეცა, ასე გეხარ. 1 2 3 4 ვერა, რაღაცა ყელებში ვარ რობოტი. ფეხები. ცეკვის. რაც არის შევიძლია გავაკეთო და ხელები ვერ. ძალიან ჭირდება მუშაობა ხელებზე. ნიკა დავიბარე რომ მასწავლე მეთქი. ეს ხელები არ ვიცი. დედიკო მარტოფური არაფერს არ გიზამს. ნიკის ეს ბავშვი არ ჭამს და მაინც სიმტანზე როა. მარტოფურს ჭამს, არაფერს არ ჭამს ისეთ. ქუში ხომი რო გავაკეთე. პიტნიანი ყველი არც ჭამა ამან, მარტო გოდე მე და მუხამ ჭამე. დემაც ჭამა, პიტნიანი ყველი ცოტაო. ადამ ჭამა ხომი და კომიდრის ჭამა. პიტნიანი ჭამა და კაი, მე ჭამე. მამიკო. რაღაცა ერთი. ქუში მოხარშულ კვერს პიტნიანი ჭამე. როდის ჭამე? ერთი გასინჯე და всё. მე არ მე გიჭამე. ორი მოხარშული კვერცხიცა. ჭამე პიტნიანი. რა მოხდა? გასხი? ცხელი რო გადაგასწრე ხუბრობაში. მომეცდა. დედა, ეგერ კიდევ შენი შავი პურტა ჭამე. ჩაის აღებული? კი. მე არ მიღვარ პური ეშეღებილია ის რა ვიცი სხვა გონია? ის მაინც გონია. რომელია გემრიელი? ის. რომელი ის? ეს მეგანასანაია ის. ხანის უნდა გახტომა და ორი პური რო არ ჭამოს ისე ვერ გახდება. სანიო ბაღალი გაბერემები თავიშენე. მატოჩებზე არ გითქვია. ლიგამ დაშენო თქვი. გაბერეთ მე რა. რომანიო. დედა მაგ მოსაძმენი დავსივა. ამას დავლევი ისიც მორჩება და დავიწყებ. მე ფელამუს გავაკეთებ. იმისგან. ფელამუს გავაკეთებ იმისგან. ტყემლის წვენისგან და კომპოტი მაქვს იმის ყურძნის. მე მგონი მე არ. გეგა! სადის? მანესმინა კაპუჩი. გოდეცი მე ბერჯე მუხრანი, გავუხევ მაგ ბურთს იცოდე. ბიჭო სირცხვილია. მაინც არ ჩერდებია. გოდეცი! ერთი გადავაგდე. მართლა საშინელი ქარი იყო და მე გული დამწყდა. ის მეთქი რა ქვია. რატო დაკარგოთ მე? გავიხდი არც არ არის ბურთი. ვერ ვიპოვეთ. მე ხა ეს აქვთ ერთი. კლასელის დედა მაჩუკა. როდეს დაბადების დღეზე გამოუგზავნა დაბადების დღის სახელზე აქ არ ვიყავი ჩვენ. მამა ეს ჩემი ბურთია. Good, Reyes. Get to the far hog. Diego, you're a far hog. ასე ჯობია თორე მე გადაყოლა ვიცი.
ხელი 60 კილოა. სამოცი ვარ კი მართლა. Yoshina passa motorita. Ada has it. Mogidans me da სალათი მაგ კვერცხი უნდა მოუხარშო. Yes, mom, that's what's in my house. It's me. Es ist ganz bei dir, oh? ჰა? So jasme. ზდია? მე ყველებთან საერთოდ გართულება რომ მაქვს, ეხა ჩემმა დედამთილმა რომ გამომიგზავნა გუში, ესე გემრიელად შევჭამე. მართლა სამივეს გეფიცებით ის ყველი. პიტნიან სუნელთან ერთად. მაგარი იყო. ანუ ნებისმიერი სუნელი ხო, მაგალითად რას უკეთებენ ეხა პიტნიანის გარდა ყველს, მაგრამ მაინც რომ თქვათ რომ სუნელმა შეუცვალა გემო და უკეთესი გახდა, არა. საერთოდ რომ კონდეს ყველს ისეთი გემო ან სუნი ვერ არ მიყვარს, არანაირი სუნელი გემოს არ შეუცვლის. მაინც გადაკლავს და მე აი ასე ამოდის. ხეთქავს ჯერ პირიდან მართლა, აი ვერ ვჭამ. ამან ხო იცი საგენ მუხრანი, რამდენი ხანია მე ხაჭაპური და რაღაცები არ მიჭამია, თუ ყველი არ მომეწონა. არა, მნიშვნელობა, როგერთვის მიატოვეთ ეტი უნდა მიატოვო. ხო და ეხლა რაც გამომიგზავნა მართლა მაგარი კაი ხოლმე. მართლა. ხორი არ შევჭამდი. არავითარ შემთხვევაში. Mama, ჩემი თმა დიდი არა. ეხლა მუხარო იძახეს ეს დედაჩემმა რომ გამომიგზავნა ისა სულგუნი და მოსტონს აი მაგარი არის რომ იძახის. მე არ მიჭამია ერთი ლუკმა, იმიტომ რომ მე სულგუნი დიდად რა ვიცი. შეფერილი მიყვარს უფრო და თუ ჭამ სულგუნს ჩაისთან მიყვარს და იმიტომ რომ პური და სულგუნი მერე ჩაისთან ძალიან მართლაც და მაღალი კალორიებია უკვე. არ ჭამს. გუში ჭამე ხომი, ოღონდ პატარა თებშის, ყველი, მუხარშული კვერცხით, შემწვარი კვერცხით და სალათით. ხო და ხამე შევჭამე 2 ცალი მუხარშული კვერცხის ცილა. საერთოდ ცილას ვჭამე მხოლოდ, არ ვჭამ იმას, გულს არ მიყვარს. გოდე ყველაფერს ერთად ჭამს. ხო და აქედან გამომდინარე, გამიკვირდა რომ არ მოვიმატე. ისე დამგვარად, მე რომ მოძრაობა მქონდეს გარეთ და ასე შემდეგ დავდიოდეს სულ და რაღაცა, არასოდეს ლიაში ვიყავით და კი ვჭამდი, აქ რას ვჭამ, მეწს ვჭამდი, მაგრამ იმიტომ რომ საქმეები მქონდა გარეთ, შიგნით და ასე შემდეგ, არ ვიმატებ. 55-56 კილო ვიყავი სულ. ხო და I want to do it high up. No. ასეთე რომ დავიწყო. ჯერ ერთი თემა მაქვს წინ და მინდა რომ დავიკლო, მართლა ძალიან მინდა. დავიკლებ. ითარია გინდოდესო და მოინდომო და გამოგივაო და ვნახოთ აბადა. არანაირი რამე ისეთი კვებითი ცალკე ჩემთვის ხელშეწყობა. როგორც ადამიანები აკეთებენ, რა თქმა უნდა. ვისაც აქვს საშუალება გააკეთებს და კარგია ეს, რატომაც არა, შენი თავისთვის აკეთებს, სხვისთვის ხო არა. მაგრამ რაზეც ადვილად ხელი მიმიწვდება, იმას მივირთვი. ან თუ საერთოდ არ მივირთვი და იგი იქნება. რამე მაინც ხო იქნება. ჩემი მინუსი არის სუსტი წერტილი ხომი. და ხომი ერთხელ ჭამაზეც კი კილო ნახევარზე მეც გიჩვენებს. თუ შეჭამ იმდენს, რამდენსაც საერთოდ მე მივირთმევდი ხოლმე, მაგრამ გუში აი ასეთ თებშზე, პატარა თებშზე დავდე
ერთი მხარე აქეთ მეორე შუაში ყველი ჩავდე და ის სულ ბოლომდე შევჭამე ოღონდ. ერთი ლოქმა არ დამიტოვებია. მაგრამ მანამდე სალათი და კვერცხი მივერთვი და ის მერე დავაყოლე. Wait, give me the bowl. Please. This is mine. Please. But that's mine. Please. You need to give me a bowl to go. ის ყავა კაია. მოკლედ ესე წავედი. ვინც გარშემო მყევხართ, კარგი ადამიანები, კეთილები და უკარგესები მართლა, იმათ მაპატიეთ დღევანდელი ვიდეო, მაგრამ ფიქრობ აწი არ დავუთმობ დროს, არც სიტყვებს არ დავხარჯავ ადამიანებზე, რატომ იცით ხალხო, იმიტომ რომ ჩემიდანაც გადის მერე ეს ცუდი ენერგია და ეს არ მინდა. აქედან გამომდინარე, რაც უნდათ ის დაუწერიათ, ყურადღებას ვერ მიიქცევენ ჩემგან. ეს არის და ეს. უბრალოდ აქვე ვეთყვი ეს, მე რო ვკითხულობ და ვიგებ ცუდ კომენტარებს, ვინც ჩემს შვილებს ცუდად ეხებით, დამიჯერეთ, არავის და არავისას არც მე არ ვინდობ. ღმერთმა შემინდოს, მაგრამ ზოგჯერ იმდენად განმარისხებთ ხოლმე ეს ბოროტები, ვინც მოდიხართ ხოლმე და შემოდიხართ 1000-ში ერთი, მაგრამ მაინც და დამიჯერეთ, მე რომ თქვენ არაფერს არ გიშავებთ, ესეთ ადამიანს საზიზღრობებს მიწერთ და ჩემს შვილებს ვინც ეხებით, დამიჯერეთ ჩემი თხოვნა ღმერთთან. პასუხად თქვენთვის უფრო მალე მოგივათ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, რომ მე რომელიც არაფერს არ გიშავებთ, იმას საზიზღრობებს მიწერთ, ის დამეწევა. არა, არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. ასე რომ, ჯერ დაფიქრდით თქვენს საქციელებზე. თუ გინდათ, რომ ცხოვრებაში რამე უკეთესობისკენ წაიყვანოთ ეს თქვენი რაღაცნაირი ცხოვრება, მოკლედ, რაც ხართ და რაც გაქვთ. წავედი, ეს იყო და ეს არის ჩემი გაფრთხილება ეხლა. ამიტომ რამდენიც გინდა იმდენი წერეთ. წავედი, კარგ ადამიანებს, კეთილებს, უკარგესებს, ბედნიერს, პოზიტიურ დღეს გისურვებთ. სხვა დანარჩენს როგორებიც ხართ, ისე დღეს გისურვებთ ყველას.